ბავშვს ეკნება დიდი კომპიუტერი თქმელი, რომელიც გაწვრთნის გამოზრდის ასწავლის ბავშვს ახალგაზრდას ჭადრაკის თამაში ისე რომ მოუგოს მანქანას. ძალიან საინტერესო მიზანია სხვა შორის შეიძლება ამაზე ეს ახლა სპონტანურად მომივიდა, თორე შეიძლება სხვა მიზნებით მოვიძებნოთ. და აი ამ მინდოდა თქვენთან ბოლო საკითხად ინტელექტის საკითხზე ლაპარაკი. ჩვენ ახლა ქართველები ვართ, დიდი ხანია წამოსული ვართ საქართველოდან, თუმცა მაინც თქვენ ემსახურებით საქართველოს, მაინც ხართ დაკავშირებული ამ ქვეყანასთან. მეც შეძლებს დაგვარად ქართულად საუბრობ აქ და ეს ჩემთვის წამოჭრის ეს ინტელექტის საკითხს და არის ესეთი ცნობილი ჩემთვის ცნობილი შეიძლება არც არის რომ ვამბობ ხოლმე არც ისე ცნობილია პოლიტიკური ფილოსოფოსი ახლა მე როგორც უკვე თქვი პოლიტიკურ ფილოსოფიაზე ნაფიქრი მაქვს ბევრი მყავს ორი საყვარელი ესე ვთქვათ პოლიტიკური ფილოსოფოსი ერთი არის ისაია ბერლინი მეორე არის ჯონ როლსი ისაია ბერლინი უფრო ჩემთვის არის ინდივიდუალური თავისუფლების ამბავი აი რამდენად შეიძლება ვიყოთ თავისუფალი რამდენად შეიძლება ჩვენი თავისუფლება როგორც პიროვნების ჯონ როლსი არის უფრო მეტად როგორ შევქმნათ სამართლიანი საზოგადოება როგორც ესეთი და ამ საკითხებზე მე ხა ძალიან ბევრს ვფიქრობ ძირითადად არის თუ არა მაგალითად შვეიცარია თვალსაზრისით სამართლიანი საზოგადოება როგორც მას უნდა რა არის საერთოდ სამართლიანი საზოგადოება ერთ-ერთი საკითხი რა თქმა უნდა საქართველოს ჭრილშიც ერთ-ერთი საკითხი რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ამ თვალსაზრისით არის ინტელექტის საკითხი რომელსაც ისაია ბერლინი საერთოდ ეხება და რომელიც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჯონ როლსთან ის ამბობს ის მსჯელობს ძალიან ბევრს ინტელექტზე და ფილოსოფიურად მსჯელობს იმას არანაირი განათლება არ აქვს ბიოლოგიაში არანაირი განათლება არც მედიცინაში და ის ამბობს რომ ფილოსოფიური ჭრილით როცა უყურებს ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო ამბობს რომ ინტელექტი არის ისიც ეხება ადამიანის თავისუფლების საკითხებს და ამბობს რომ ადამიანი ძირითადად უნდა იყოს თავისუფალი ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად თავისუფალი ამ თვალსაზრისით ძალიან ლიბერალურია როგორც ისაია ბერლინი კლასიკური ლიბერალიზმისკენ მიდის ხო მაგრამ ამბობს რომ არის რაღაცეები რაშიც ადამიანს არ აქვს აბსოლუტური თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი არის ინტელექტი და ის ამბობს რომ ინტელექტის გამოყენება არ არის ადამიანის ნება ის არის ადამიანი რატომ არგუმენტი არის შენ რატომ არ არის მაგრამ ინტელექტი ჩემია ხო და როგორც მინდა ისე გამოვიყენებ ამ ინტელექტს ახლა რას ქვია არ არის ის ამბობს რომ ინტელექტი მოდის დაბადებიდან ადამიანი იბადება ან დიდი ინტელექტით ან საშუალო ან ნაკლები ინტელექტით ანუ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება თუ რამდენად ჭკვიანი შეიძლება იყოს მოხდეს იოლად ვთქვათ ამიტომ ეს ინტელექტი რანაირიც უნდა იყოს ის უნდა იყოს საზოგადოების სამსახურში იმიტომ რომ ეს არ არის მისი დამსახურება და მისი დამსახურება და არის რომ იცის რაღაც გამოჩრა რაღაც გამოთვლა რაღაც კარგად დაწერა კი ბატონო მაგრამ მისი ინტელექტის არის რომ ის არის წარმატებული ხო რომ შეუძლია რაღაც უკეთესად გააკეთოს ვიდრე სხვა ადამიანი აკეთებს აქედან გამომდინარე ეს უნდა ემსახურებოდეს საერთო კეთილდღეობის შექმნას. მე თქვენთან მაინტერესებს პირველი ბიოლოგიური თვალსაზრისით სწორს ამბობს ეს კაცი მეორე ეთანხმებით რომ ამბობდეს სწორს ეთანხმებით ამ მიდგომას რომ უნდა გამოვიყენოთ ეს. არ ვიცი. ბიოლოგიურად თუ ამბობს სწორს. არა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ხო, გინდა ინტელექტი იყოს, გინდა შენი ფიზიკური შესაძლებლობები იყოს, გინდა შენი მორალური ღირებულებები იყოს. შენ უნდა პირველ რიგში იმისთვის რომ მოემსახურო საზოგადოებას, ეს უნდა გამოიყენო იმისთვის რომ შენ იყო ბიოლოგიურად, ხო, სიცოცხლის უნარიანი და ქმედით უნარიანი. ყველა რესურსი შენ უნდა გამოიყენო ამისთვის. შემდეგ შენ უკვე როდესაც ხარ ქმედით უნარიანი, სიცოცხლის უნარიანი, პროდუქტიული და ასე შემდეგ. ამ შენს უნარებს ახმარ საზოგადოებას, ხო?
შენ პირველ ამოცანად გადაიტანო საზოგადოება და შენ არ განვითარდე ან არ გამოიყენო, თქვათ, შენ ზრდისთვის, შენი პროფესიული განვითარებისთვის, შენი უნარჩვევების განვითარებისთვის, შენი ინტელექტი, ხო? საბოლოოდ და შემდეგ ეს არ მოახმარო საზოგადოებას, შენ ფაქტურად საზოგადოებას აკლებ ამით უნარს და პირველადად თუ დააყენებ შენ საზოგადოებას და ამით დაიკლებ შენ თავს. აი მე რაღაც ჩაკეტილი წრე positive loop. შეიძლება სწორად არ თქვი, როცა არ ამბობს რომ არ უნდა გამოიყენო შენი, კი უნდა გამოიყენო შენი ინტერესი, მაგრამ ის ამბობს რომ აი როდესაც საზოგადოებას ჭირდება, აი რომ ომში რო არის რომ აი ხა უნდა წახვიდე ჯარისკაცად, ხო? აი ინტელექტი ჭირდება აქ და აქ არის ამის გამოყენება საჭირო, აი ეს რაღაცას ამბობს და ასეთ შემთხვევაში უნდა დათანხმდე როგორც ჯარისკაცი, ესე ვთქვათ, რომ კარგი მემსახურები მაშინ აი ამ ამოცანას. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც შენი პირადი ინტერესები დაკმაყოფილებულია უკვე გარკვეულ დონეზე. ეს რა თქმა უნდა ესეა. აი ალბათ ეს უნივერსალური არ არის ჩემი აზრით და ეს არის დამოკიდებული კონტექსტია, დამოკიდებული თუ ეს ინდივიდუი რა მოცემულ საზოგადოებრივ წყობაში თუ საზოგადოებრივ ფორმირებაში არის გაზრდილი, რა არის მოცემულობა, გარემოცვა. ესე უნივერსალურად ამის თქმა რომ პირველი ყოვლისა შენ საზოგადოებრივ უნდა დააყენო და შემდეგ მეორე ხარისხოვანია ინდივიდუალური ალბათ არა ეს უნდა იყოს ალბათ ყველა ადამიანის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი ხარ მე არ მგონია რომ და გააჩნია კონტექსტი ხო გააჩნია რა ღირებულება იქმნება ამ შენი გადაწყვეტილებით საზოგადოებისთვის საზოგადოებაში მე შენს გარემოცვას გულისხმობ შენს გარშემოყოფ ადამიანებს და თუნდაც შენს ოჯახს და შენს სანათესაოს თუ უფრო დიდად შენს სამეგობროს თუ შენს ხალხს უფრო რო განვავრცოთ რა მე მგონია რომ მაინც ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში კონტექსტ დამოკიდებული არის ჩემი აზრით რა იმიტომ რომ ეს რიგ შემთხვევაში შეიძლება შენ ინდივიდუალური მოთხოვნილების თუ ინდივიდის წინ დაყენებით ხანგრძლივ პერსპექტივაში საზოგადოებას უფრო მეტი სარგებელი მოუტანო, ვიდრე თქვათ მოცემულ შემთხვევაში შენი თავგანწირვით და მოდით მე მაშინ ესე ვიტყოდი რომ მოდით მოცემულ ინდივიდს მივცეთ უფლება გადაწყვიტოს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების და თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა გონია რომ თუ ადამიანს მივცემთ საშუალებას გადაწყვეტილება მიიღოს გამომდინარე კონტექსტიდან და გამომდინარე მოცემულობიდან თუ ეს ადამიანი ინტელექტუალურად სრულყოფილად არის განვითარებული და საზოგადოება მის გარშემო არის ჯანსაღი და სრულყოფილი, იგი მივცეთ მას უფლება რომ იგი და მივცეთ მას benefit of doubt და მივცეთ მას არის ქართულად უნდა ვთქვათ რომ ჩავთვალოთ რომ ის მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ომის აირჩევს მორალურად სწორად, ანუ თუ საჭიროა ის გადაწყვეტს, რადგან მას აქვს მაღალი მოცემული კონტექსტიდან კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილებას მიიღებს და ნუ ვიტყვით რომ ყოველთვის უნდა დააყენოს საზოგადოებრივი ზემოთ თუ ინდივიდუალური, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეიძლება მოცემულ მომენტში ინდივიდუალურის დაყენებამ საზოგადოებისთვის მეტი სარგებელი მიიღოს მომავალში ვიდრე მოცემულ სიტუაციაში. გასაგებია, ეს ძალიან საინტერესო არგუმენტია, თქვენ ამბობთ, რომ ის ადამიანი თუმცა მაღალი ინტელექტი აქვს, არის დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს ის თუ რა დროს როგორ გამოიყენოს ეს ინტელექტი. თქვენ ხშირად ძირითადად იყენებთ თქვენ ამას იყენებთ ხშირად თქვენი ქვეყნისთვის, საიდანაც უკვე დიდი ხანია წამოსული. რა არის ამის мотиваცია? პრინციპში რომ დაფიქრდეთ, ეხლა მე საკითხი ძალიან მაინტერესებს, ჩემ თავშიც მაინტერესებს, ყველა ქართულში მაინტერესებს, რომელიც წამოსულია და აი რატომ არის ამის გამოყენება საჭირო ხო პრინციპში? ახლა ჩემ თავს რომ უდიდესი ნაწილი ინტელექტისა, რომელიც ინტელექტი რა არის დეფინიცია რთულია ჩემს განათლებისა, ვთქვათ ესე ვთქვათ.
განათლება უფრო მარტივია. მივიღე ციურიხ შვეიცარიაში. მაგრამ არა მარტო განათლება. უდიდესი ნაწილი რაც ვარ მივიღე ჩამოყალიბდა შვეიცარიაში და უდიდესი ნაწილი ამ ინტელექტისა რამაც მოიმატა ამის შემდეგ ხმარდება მაინც საქართველოს. კერძო არის საზოგადო და მე მაინტერესებს თქვენთან ალბათ ცოტა სხვანაირად არის, იმიტომ რომ თქვენ ხართ საჯარო საქმეში მანდაც თქვენს ქვეყანაში და საქართველოშიც. მაგრამ მაინც დიდი ნაწილი ხმარდება ქართულ საკითხს და მე არ მაქვს პასუხი რატომ რა არის ის რაც არის რაღაც ძალიან ძლიერი ჩემში, მაგრამ მე არ ვიცი რა არის ის რაც მაძლევს იმას რომ აი ჩემი შვილი უნდა იცოდეს ძალიან კარგად საქართველოს, უნდა იყოს არის მაინც ქართველი, თუმცა დაიბადა და გაიზარდა შვეიცარიაში, ხო? აი თქვენი პასუხი მაინტერესებს, აი თქვენი мотиваცია რა არის ამ მხრივ და როგორც ვიცი თქვენი შვილებიც იგივენაირად არის. ხო, თუ შვილებიდან დავიწყებთ, ჩემი მიდგომა იყო ყოველთვის ესეთი, რომ მათი გადაწყვეტილება არ იყო, რომ აი თავისუფალება არ აქვს, ნახეთ. ეს მე გადავწყვიტე მათ სანაცვლოდ, მაგრამ მე გავაკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ თუ ისინი მოისურვებდნენ რაღაცა მომენტში საქართველოში ცხოვრებად, მათ ამის საშუალება ქონოდათ, თუნდაც იგივე ის, რომ თავისუფლად მეტყველებენ ქართულად და მთელი მათი ბავშვობა ყოველ ზაფხულს საქართველოში ჩადიოდნენ და იქ მეგობრებიც ჰყავთ, იქაური ცხოვრებაცაც იცნობენ და თავს სტუმრად არ ძნობენ საქართველოში, მოდი ესე. ეს რაც შეეხება, რამდენად მივახციე ამას არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი ზრახვა და ჩემი მეუღლის мотиваცია ეს იყო, რომ მათ თუ რაღაცა მომენტში გადაწყვეტენ და მოუნდებათ საქართველოში ცხოვრება, მათ ამის ინტელექტუალური თუ მორალური თუ ფიზიკური შესაძლებლობა ქონოდათ და მათ ეს აქვთ. რაც შეეხება სულს, მე მიფიქრია მაგაზე, არ დაგიმალავთ და მგონია საბოლოო ჯამში ეს დაიყვანება იქამდე, რომ სულხან თქვენ და მე საკუთარ თავს იდენტიფიცირებას ვახდენთ როგორც ქართველის. და ალბათ ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მივაკუთვნებთ საკუთარ თავს უფრო ქართულ ეთნოსს და საქართველო არის ჩვენთვის უფრო ბუნებრივი ნიშა, ვიდრე ევროპა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ ევროპაში თავს კომფორტულად არ ვგნებთ ან არა ვართ ამ საზოგადოების ნაწილი. არა, მაგრამ ჩვენი იდენტობა უფრო არის ქართული და ნუ ეს ბუნებრივიც არის ხო ჩემ შემთხვევაში ხო ნახევარი ცხოვრების რაც განაპირობებს ადამიანის ჩემი აზრით პიროვნულ თვისებების ჩამოყალიბებას მე საქართველოში გავატარე 27 წლის ვიყავი 28 წლის ვიყავი როდესაც გადმოსახლით მაშინ გვეგონა რომ რამდენიმე წლით მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში ნახევარი ცხოვრება შვედეთში ევროპაში გავატარეთ და აი ეს პირველი 27 წელი რაც თქვათ არა მარტო პიროვნება არამედ ასევე გარკვეულწილად პროფესიონალით იმიტომ რომ მე პირველადი სამეცნიერო განათლებაც საქართველოში მივიღე ჩემი პირველი საკანდიდატო დისერტაცია ერქვა მაშინ საქართველოში დავიცავი 97 წელში და შემდეგ შვედეთშიც დავიცავი 95-ში მაგრამ მაინც მე ჩემ თავს უფრო ქართველად აღვიქვამ და ვთვლი ვიდრე შვედად. ან და ამდენად უფრო მგონია რომ ეს სურვილი და мотиваცია რომ საქართველოში რაღაცა წვლილი შევიტანო ქართული საზოგადოების ფორმირებაში თუ საქართველოს განვითარებაში, სწორედ აქედან მოდის. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ჩემსავით წამოვიდნენ თქვათ იგივე ასაკში დაახლოებით და არათუ რამე წვლილი შეაქვს საქართველოში იშვიათად ჩადიან და მე რამდენიმე ადამიანი ვიცი, საერთოდ მათი შვილები ქართველთაც არ მეტყველებენ. ანუ მათ დაკარგეს იდენტობა, იდენტიფიცირებას აღარ ახდენენ საკუთარი თავის საქართველოსთან და ალბათ ეს განაპირობებს ზუსტად მათ ქმედებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც თვითონ და ყოველთვის მიკვირთ ხოლმე და აი დააკვირდით
თუ კი ადამიანი იწყებს ქართულად აქცენტით ლაპარაკს, ის ადამიანი უკვე მგონია რომ თვითონ რაც არ უნდა თქვას, მაინც აღარ ხდება მისი იდენტიფიცირება საკუთარი თავის ქართველად. საინტერესოა. დაბადებული და გაზრდილი და შემდეგ წამოსული უცხოეთში. არ გინახავთ ადამიანი, რომელიც იწყებს აქცენტით ლაპარაკს? არა, მე არც მინახა, არის ესეთი? კი, არიან ადამიანები, და გონია რომ აი ეს ერთადერთი არა, ერთ-ერთი ნიუანსი არის, რომელიც მე მაძლევს საფუძვლად ვიფიქრო, რომ ეს ადამიანი იდენტიფიცირება. ან არ გინახავთ ადამიანი, რომელიც თქვათ 10 წლეულებია წასულია და სულ რამდენჯერ არის მას შემდეგ საქართველოში ჩასული, ხო? კი, არის საქართველოში ძალიან ისეთი უცნაური პროცესია, როდესაც ძალიან მალე შემდეგი თაობა კარგავს იდენტობას ქართულს. არის ეთნოსები, რომლებშიც ეს არ ხდება და ინარჩუნებენ. გამორჩეულია ებრაელების მაგალითი, როდესაც მათ შეუძლიათ ძალიან დიდ ხანს შეინარჩუნონ, ძალიან დიდ ხანს კი არა. თუმცა ეს არასდროს არ არის მხოლოდ ენასთან დაკავშირებული. ქართველი ებრაელები უმეტესობა საერთოდ ვერ მეტყველებდნენ, მაგრამ მათ მაინც შენარჩუნებული ქონდა თავიანთი იდენტობა მათთვის რელიგიური ალბათ, უფრო არ ვიცი, ვთქვით, ალბათ. რაც საქართველოში ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ესეთი, ჩვენ მაინც გვაქვს რელიგია, რომელიც რამდენიმე ერს მსგავსი აქვს, ხო? ანუ ძალიან მონათესავე. ამას იდენტობად ვერ ავიღებ, ჩვენთვის უფრო ალბათ არის მიწა, საიდანაც მოვდივართ, მშობლები და ენა. ენა არის ჩვენთვის ძალიან ალბათ ენა არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური, რაც გამოყოფს სხვებისგან. და ეს იკარგება ძალიან მარტივად, ეხლა ქართული ენა რთულია და იკარგება ალბათ ეს შეიძლება ითქვას, ხო? ჩემს ოჯახში, ჩემი შვილისთვის ძალიან რთულია ქართული ენა. ორი კაცი ელაპარაკებ ამას ქართულად და დანარჩენი ყველა ელაპარაკი რა ვიცი რაღაც უამრავ ენაზე და ეს ქართული არის გაცილებით რთული ენა ობიექტურად ვიდრე გერმანული გნებავთ, რომელიც რთული ენა ან ინგლისურთან შედარება არ არის. მაგ მეორე მომენტიც არის სულხან, რომ ჩვენ სახლში გაცილებით მარტივი სალაპარაკო ენით ვესაუბრებით ბავშვებს და მათ შეზღუდული აქვთ თუ არა აქვთ თქვა კომუნიკაცია ქართულ მედიასთან ან ქართულ საზოგადოებასთან. ამიტომ მე ვთვლიდი, რომ თქვათ, მე ვამჩნევდი ძალიან თვალნათლი, როდესაც ბავშვები ზაფხულში საქართველოში მიდიოდნენ, რომ ბრუნდებოდნენ, მე უმეტესწილად ვრჩებოდი და ჩემ მეუღლეს მიყავდა ხოლმე ბავშვები. ვატყობდი, რამდენად დიდრდებოდა მათი სამეთყველო ენა, ხო? თქვათ, ის სიტყვები, რომლებიც ოჯახურ სიტუაციაში არასოდეს არ გამოიყენებოდა, თქვათ ამ სიტყვებს ხელოვნურად ვერ სწავლდი. ან უნდა უკითხო, ან უნდა თქვათ ქართულ ფილმებს უყურონ, ან ქართულ გადაცემებს უყურონ სატელევიზიო და რაღაც სხვა წყარო უნდა იყოს ენის შევსების და განმტკიცების, ვიდრე თქვათ ოჯახში ვარადი, ხო? და ალბათ ესეც მნიშვნელოვანია. ამიტომ არის ალბათ ძალიან ბევრ შერეულ ოჯახებში გაცილებით უფრო რთულია ქართულის რომ ისწავლონ ბავშვებმა და შეინარჩუნონ ენათ, ვიდრე თქვათ, როდესაც დედას და მამაც ქართული არის და ოჯახში ქართულად მეტყველებთ. ხო, მე მაგალითად აკრძალული მქონდა ჩვენ შვილებთან ურთიერთობა, თუ ქართულად არ დამელაპარაკებოდნენ, მე პასუხს არ გავცემდი, იცოდნენ და ამიტომ ძალიან კაცრი ყოფილხართ, ძალიან კაცრი. და ყოველთვის ქართულად მელაპარაკებოდნენ. ნუ ეს შეზღუდვა მქონდა მე, რომ იმიტომ რომ გადაერთო სხვა ენაზე მე ძალიან ძნელია, თუმცა ერთმანეთში ჩემი ბიჭები ყოველთვის ცდილობდნენ რომ შვედურად ველაპარაკათ და თუ მეც ვერთვებოდი საუბარში ყოველთვის გადავყავდა ქართულად. ნუ ეს რაღაცა ის მქონდა მე იძულების ელემენტი შემოტანილი, რომ მათ ქონოდათ პრაქტიკა, ხო? ერთია რომ გაიგონ ქართული მეტყველება და მეორე რომ თვითონ იმეტყველონ და სახლში ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მათ წლის განმავლობაში შეეძლოთ, რომ ქართულად ესაუბრათ, ხო? ზაზა, ჩვენ შევთანხმდეთ, რომ ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის საქართველოს ესე ვთქვათ. უდაოდა ჩვენ დიდებასთან არის დაკავშირებული თქვენ ახლა შვილებზე ცოტა ეს რთულია ამაზე გადატანა, მაგრამ ინდივიდუალურად ჩემთვის მაგალითად მე ვარ საქართველოს და შვედეთის მოქალაქეობრივად და რაც მოქალაქეობას გულისხმობს აბსოლუტურად თანაბარი ვარ ამ მიმართულებაში, მაგრამ იდენტიფიცირებას მე ვახდენ ჩემი პიროვნების როგორც ქართველის და პირველადად და მეორადად შვედის. და როგორც ამ რომ თქვათ რა არის მთავარი საზრუნავი თქვენს, აი მთავარი ილია რო იტყოდა, აი უძილო ღამეები რომ არის, მასაც ჰქონდა, ხო? ჩვენ ახლა ძალიან ბევრ ნეგატიურს ვამბობ, ძალიან კარგი ლექსიებს დაწერილი ის, რომ ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია, თუ გახსოვთ ესეთი ლექსი, რომელიც ბევრი ქართველის, ხო, ჩემზე ამბობენ, იგი ავსა ქართულს თუ რაღაცავს ამბობს ზუსტად აღარ მახსოვს. და მე ამბობს, რომ ბრიყნი ამბობენ, მაგრამ სხვაებმა ხო ვიციან ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარული. ხო და ჩვენ ძალიან ბევრს ვაკრიტიკებთ ეს შემდეგ, მაგრამ ეს მოდის სიყვარული. ეს მოდის სიყვარულიდან, ხო? თქვენ როგორ რა არის თქვენი მთავარი საზრუნავი, თქვენ ხართ უნივერსიტეტში, ჩემთვის მთავარ უნივერსიტეტში, უამრავი უნივერსიტეტია, მაგრამ მაინც მთავარი უნივერსიტეტი საქართველოში ჯავახიშვილია ჩემთვის. და აი რას ხედავთ მთავარ გამოწვევას დღეს იქ? ჩემთვის მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო და ალბათ ყოველთვის იქნება განათლება. განათლება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩემთვის ყველა პრობლემა დადის ისევ და ისევ მეტწილად, რა თქმა უნდა, ყველა ფერზე არა, მაგრამ განათლებაზე, რაც ასევე საფუძველი არის სოფხედველობის, ასევე საფუძველი არის პროფესიონალიზმის, საფუძველი არის ადამიანებთან შორის ურთიერთობის, მიზნების დასახვის, მიზნების გადაჭრის, გზების პოვნის. ჩემთვის ეს არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისთვის და მგონია, რომ სწორი განათლება და სწორი მიდგომები განათლებაში და სწორი პრინციპების ჩამოყალიბება განათლება არ უნდა დაიყვანებოდეს ინფორმაციის მიღებამდე დღეს, ხო? განათლება უნდა დაიყვანებოდეს ალბათ უფრო ამოცანების დასახვის და მათი გადაჭრის გზების ცოდნაზე და მათი და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ამ პროცესში. აი ეს არის ჩემთვის განათლება და მე მგონია, რომ თავარი მაინც რაღაც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ყველა თუ არა ბევრი პრობლემები სწორად და ეფექტურად გადაიჭრას, ეს არის განათლების სისტემა დაწყებული სკოლიდან, რა თქმა უნდა და აუცილებელი თუ პროფესიონალიზმზე ჩამომიდგება საქმე, უმაღლესი განათლება. და ეს როგორ მე გეთანხმებით, ჩემთვის მთავარი პრობლემა გულახდილად რომ გითხრათ, მაგას ვერ ვხედავ მთავარ პრობლემას. ეს არის ჩემთვის მეორე მთავარი პრობლემა, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. პირველი არის დემოგრაფიული პრობლემა, ანუ რაც იწვევს მე განათლებაში პრობლემას, რადგანაც ანუ ხდება ჩემი თვალსაზრისით, ხა მე როგორც სტატისტიკა, როგორც მონაცემთა ანალიზის ადამიანის დემოგრაფიულ სტატისტიკას რომ ხედავ, ეს არის კატასტროფული შედეგი, ანუ ერის ყდომის პროცესი არის იმ თვალსაზრისით, არა შობადობის თვალსაზრისით, ერის ყდომის პროცესი მიდის მაგალითად ევროპაში შობადობის თვალსაზრისით. უფრო მიგრაციის თვალსაზრისით, ანუ ყველა დონეზე, მათ შორის მაღალ განათლებულ დონეზე და ასევე სამუშაო ძალის დონეზე მიმდინარეობს ეს გადინების, გაუთავებად კი არა, მატებადი გადინების პროცესი, რაც შემდეგ რა თქმა უნდა შესაბამისად წარმოშობს განათლების პრობლემას, განათლების სისტემის პრობლემას და უამრავ სხვა პრობლემას, კვალიფიციური მუშახელის პრობლემას, ხო? სხვანაირად შევხედავდი. პირველად ალბათ მაინც უფრო განათლება, იმიტომ დემოგრაფიას რა გზით უნდა უშუალოთ, ხო? უნდა განვითარდეს ქვეყანა, განვითარდეს ეკონომიკა და მე მგონია, რომ განათლების გარეშე ეს ერთ-ერთი ძირითადი რესურსი გვაქვს, რაც ჩვენ გვაქვს, ხო?
ინტელექტუალური რესურსი ადამიანური. მაგრამ საიდან მოვიყვანოთ მაგალითად კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც გვჭირდება სკოლაში, იმიტომ რომ ის მასწავლებელი მიდის არ მოდის, ხო? აი ესეთი პრობლემის. აქაც ну ამას ეს კომპლექსური მიდგომა სულხან ჩემი აზრით, ვთქვათ იგივე მასწავლებლის პროფესია თავისთავად დაბალანაზღაურებადია და არაპრესტიჟულია, ხო? ყველა იმ ქვეყანაში, სადაც განათლების სისტემა წარმატებულია, მასწავლებლის პროფესიაც პრესტიჟულია და ანაზღაურებაც საშუალოზე მაღალია, ხო? ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ესე ცალსახად ეს კომპლექსურია, მე ძალიან კარგად მესმის ახლა ეს მარტო ერთი საკითხის გადაჭრით ვერ მოგვარდება, მაგრამ იგივე დემოგრაფიაც მე მგონია, რომ დაკავშირებულია მჭიდროდ ეკონომიკასთან, დაკავშირებულია მჭიდროდ თავისთავად ეკონომიკა კადრებთან, კადრები დაკავშირებულია განათლებასთან და ეს რაღაც ესე შეკრული წრედი არის, ხო? არ ვიცი. მე ყოველ შემთხვევაში შეიძლება განათლება იმიტომ მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ თუ არა მთავარ პრობლემად, იმიტომ რომ ეს ის დარგია, სადაც მე უფრო კომპეტენტურად ვთვლი ჩემ თავს და სადაც მე უფრო შემიძლია დახმარება და ჩემი წვლილი შეტანა, თორემ ალბათ ბევრი სხვა დარგიც არის და მიმართულებაც, რომელიც ასევე შეიძლება იყოს არა, მე გეთანხმებით, თუ ჩვენ დარგებზე ვილაპარაკობთ, დემოგრაფიას არ არის დარგი, ხომ ეს არის საზოგადო რაღაც პროცესი, რომლის მე ვიტყოდი შეჩერება არის, ანუ შებრუნება არის საჭირო, შეიძლება რა ვიცი. არის გამოცდილება, არის ისრაელის გამოცდილება, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, არის რეპატრიაციის პროგრამა ასე შემდეგ. რეპატრიაციის პროგრამა გამოიწვევს იმას, რომ კვალიფიციური ხალხი შევა იქ, კვალიფიციური ხალხი გამოიწვევს და ასე შემდეგ, განათლების სისტემაშიც და ასე შემდეგ. ხო, ჩემი აზრით შეიძლება ამას შეცდომით ხედავ, მაგრამ თუ ჩვენ მიუდგებით დარგობრივად უმთავრესი არის განათლების სისტემა. და თქვენ ხედავთ მომავალს საქართველოში, შეიძლება ამის გამოსწორება. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ საკუთარი გამოცდილებიდან. 87 წელს, როდესაც მე დავიცავი ჩემი საკანდიდატო, დავიწყე მუშაობა მე-6 გერმანულ სკოლაში. მაშინ მუცუბიძეზე იყო. რომელი წელი იყო? 87-ში დავიცავი მე. მე დავდიოდი მაგ სკოლაში 87 წელს. მოსავლეთ თუ მასავლეთ? მოსავშილი მე ვასწავლდი მერვე მე-9 მე-10 კლასებს ვასწავლდი, სულ 3 წელი სანამ შვედეთში წამოვიდოდი მანამდე და იქ ძალიან ცოტა იყო ადამიანი, რომელიც იქ მხოლოდ ხელფასისთვის ან მხოლოდ პრესტიჟისთვის ასწავლიდა. ეს იყო კომბინაცია ფაქტორების, ხო? აი მაშინ გაიხსენეთ თქვენი პედაგოგები და დარწმუნდებით, რომ შეიძლება რომ ადამიანი დააინტერესო ასწავლოს ბავშვებს. და აქ იყო კომბინაცია, ვთქვათ, ინტელექტუალური გარემოსი, სწავლის პირობების, თავისუფლების სწავლების. ჩემთვის მაგალითად ეს იყო ერთადერთი. მე შემეძლო მესწავლებინა იმ პროგრამა იყო, რა თქმა უნდა, პროგრამა რა იყო, მაგრამ იმ ფორმით და იმ გზებით და იმ მეთოდებით, რასაც მე მენდებოდნენ და რასაც მე ჩავთვლიდი, რომ მისაღები და საინტერესო იყო ბავშვებისთვის და ეხლაც რო ხვდები ხოლმე ჩემს ეს მაგალითი მომყავ ჩემ ყოფილ მოსწავლეებს ყველას ის ახსენდება რომ როდესაც თვალს სწავლობდით ხო მხედველობას ანატომიას მერვე კლასში სპეციალურად დილით ბაზარში გამოვიარე დეზერტერის ბაზარი იყო მაშინ და ძალიან დავაბნიე ყასბები როდესაც ვთხოვე რომ ძროხის თვალი მოეცა ჩემთვის და რამდენიმე თვალი მაჩუკეს ფულს კი არ გადამახტევინეს მაინც უნდა გადაეკეთო ის თვალი და მოვიტანე და აი როცა თვალს სწავლობდით ჩვენს მოსწავლეებთან ერთად გავკვეცეთ თვალი და ჩავიხედეთ შიგნით და ყველა ის პრინციპში დიდი განსხვავება არ არის ადამიანის და ძროხის თვალს შორის ყველა ის კომპონენტები რაც თეორიულად წიგნიდან ნახატით უნდა გვესწავლა ვიზუალურად ნახეთ და კონტექსტუალურად აღვიქვით და დღემდე ყველას ახსოვს თვალს აგებულება მე მგონი ვინც ამით იცავდა. ანუ ამით მე ისიც მამია რომ არის გზები რომელთაც შეიძლება თქვა იგივე მასშტაბლებიც მოიზიდო, იგივე პროგრამაც უფრო კონტექსტუალური და საინტერესო გახადო და ამის რესურსები არის. მე მგონია რომ თუ იქნება კეთილი ნება და თუ იქნება გარგზობადობა თუ რა დავარქვა არ ვიცი. არ შეიძლება რომ
სასწავლო პროგრამა და ყველა ახალმა მინისტრმა თავისი რეფორმა ჩაატაროს განათლების სისტემის. არის რაღაცა მიმართულებები, მაგალითად ჯანდაცვა, მე ვთვლი, განათლების სისტემა, რაზეც უნდა ჩამოყალიბდეთ საქართველოს მოსახლეობა როგორც ერი და პრიორიტეტული იყოს და რაღაცა სისტემაზე შევთანხმდეთ და იმის მიხედვით თუ რომელი მინისტრი იქნება თუ რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში არ შეიცვალოს ეს ძირითადი პრინციპები და მიდგომები ამ მიმართულებიდან. მე მგონია რომ განათლება ეს ერთ-ერთი ისეთი მიმართულებაა პრიორიტეტული ქვეყნისთვის და ერისთვის, რომ მე მგონი დროა რომ რაღაცა მიღებულებებით საკითხებზე და პრინციპულ საკითხებზე მეთოდოლოგიური იქნება თუ მიდგომები იქნება ჩამოყალიბდეთ და ერთად მოვეკიდოთ ამ დარგის და ამ მიმართულების განვითარებას თანამედროვე მიდგომებით და თანამედროვე სისტემებით. და მგონია რომ თქვენ რასაც ამბობთ ეს არის რომ განვითარების კი რომ ჯერჯერობით საერთოდ ბოლო რავი 2000 რავი დამოუკიდებლობიდან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით მიდის განათლების სისტემის ცვლილება, რაც არის ძალიან დამღუპველი, იმიტომ რომ მასშტაბებს რა სჭირდება განათლების სისტემას, რა სჭირდება, რასაც ხედავთ აქ ხა მე ციურიხის უნივერსიტეტში ვასწავლე, ეს არის სტაბილურობა, რომ იცოდეს რომ ეს გაგრძელდება, ის კვლევა გაგრძელდება, ის მეთოდები გაგრძელდება, ხო? თუ ეს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შეიცვალა რაღაცას რო ისწავლის, ხო? ის მეორე მინისტრი რომ მოვა, ის სარაგოში გადასაგდები არის. უარგისი არ გახდეს, სამწუხაროდ ეს პროცესები გრძელდება, ძალიან ბევრი მეცნიერებაშიც გრძელდება, ხო? ძალიან ბევრი მეცნიერი წამოვიდა მეცნიერებას და განათლებას განუყოფელ რგოლად მივიდა. აბსოლუტურად, ხო, ასე ანუ გაზრდილი უკვე აღარ არიან მოწაფეები, მაგრამ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი არიან საქართველოს განვითარებისთვის, რომელიც და არ არიან დაფასებულები, ხო, რაც იწვევს შემდეგ მათი ქვეყნიდან წასვლას ისევ. ანუ ჩვენ ესეც ძალიან ცუდი პროცესია, როდესაც გაზრდის ქვეყანა, ღარიბი ქვეყანა ძალიან კარგ მეცნიერს და მე ის მეცნიერს დაუფასებლობის გამო მეცნიერების ფაზაში სხვაგან უშვებს ემიგრაციაში, ხო? რაც ხშირ შემთხვევაში ის მეცნიერი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, ვთქვათ, იგივე დასავლეთის პირობებში, იმ გარემოში, რაც სხვანაირად არ მიიღებდნენ. და ეს რის და იმ დასკვნამდე მივყავართ ამას, რომ თუ ამ მეცნიერს შეუქმნის შესაბამის გარემოს და პირობებს, ხო, ვთქვათ, იგივე პროდუქტიულობით და იგივე ნაყოფიერებით და იგივე წარმატებით შეუძლია საქართველოს იმუშაოს და განავითაროს ეს დარგი თუ მიმართულებაა რა. აბსოლუტურად გეთანხმებით, კი, აბა ევროპაში ხა ძალიან დიდი კონკურენცია, ისე არავინ მიგიღებს რომ ქართველი მეცნიერი ხარ, ამიტომ ეს კვალიფიკაცია ჭირდება ამ ყველაფერს და ფაქტია რომ ეს ხალხი არის კვალიფიციური, ფაქტია რომ ხალხს არც უნდა ხა მაინც და მაინც რომ უთხრა საქართველოს აირჩევ თუ მაინც ქართული იდენტობის გამო ისინი საქართველოს აირჩევენ, ისინი იძულებული არიან უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვთ პოლიტიკის გამო, კონიუნქტურის გამო დატოვონ ეს ქვეყანა და სხვა ქვეყანას განათლების სისტემას ემსახურ. და აი ამ ჭრილში თქვენ როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს? გვაქვს მაინც იმედი? აუცილებლად. რა გვაძლევს? რა გვაძლევს? აი თქვენ მე ვიცი რა გვაძლევს ამ იმედს თუ ვერე გეტყვით, მაგრამ აი თქვენ რა გაძლევთ ამ? მე მაძლევს ჩემ სტუდენტებთან და დოქტორანტებთან საქართველოში ურთიერთობა. მე მაძლევს რომ ძალიან ბევრია დოქტორანტებთან მიმყავს მე რამდენიმე კურსი სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის მედიცინის ფაკულტეტზე და ხედავ მათ мотиваციას, მათ ინტერესს, მათ პროფესიულ შესაძლებლობებს და მგონია რომ მოდის თაობები, რომლებსაც სურვილიც აქვს, ამის რესურსიც აქვს, უბრალოდ საჭირო არის ამის ყველაფრის გარკვეული მიმართულებით განვითარება და გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა. მე ეს მაძლევს და ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია დოქტორანტებთან ურთიერთობა და მათი ხედვის დანახვა, მათი мотиваციის დანახვა და მათი პროფესიონალიზმის დანახვა გარკვეულწილად, იმიტომ რომ ესენი უკვე ექიმები არიან, პროფესიონალები არიან და მე ძალიან იმედიანად ვარ, რომ ეს ადამიანები შექმნიან ხვალინდელ
მედიცინას ხვანდელი ინტელექტუალურ პოტენციალს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. აი თქვენ ხართ ახლა შვედეთში თქვენ იცით რომ იცით რამხელა რა დონეზე არის სხვა შვედეთი მე მგონი შეიძლება შევადაროთ მართალი გითხრათ არ ვარ ნაყოფი მაგრამ რაც მოსმენილი მაქვს შევიძლია შევადაროთ დონით შვეიცარია არის ტექნიკურად უმაღლეს დონეზე შვედეთის იქნება ასეთივე დონეზე მე მახსოვს ერთხელ ამერიკიდან ჩვენთან ჩამოვიდა პროფესორი რომელი უნივერსიტეტია ვაშინგტონის უნივერსიტეტია რაღაცა ძალიან განვითარებული უნივერსიტეტი და გაცხრებული დარჩა ტექნოლოგიური დონით ანუ ამერიკიდან ჩამოსული კაცი ტექნოლოგიური დონით ეს რა მოწყობილობები გაქვთ თქვა საშუალო სტუდენტისთვის საშულის კი არა რომ საშუალო უმაღლეს დონეზე იყო და თქვენ რანაირად შეიძლება ხა აი ამ დონეს კონკურენცია გაუწიოს ქართულმა აღჭურვილობამ და ქართულ სტუდენტი რამდენად გინდა მოტივირებული იყოს როგორ შეგვწევს ზალა რომ დაუპირისპირ შევეჯიბროთ აი ამ ევროპულ დონეს როდესაც ამერიკელს რო უკვე წარმოიდგინეთ ახლა ამერიკას შესაძლებელია ადამიანური რესურსები მე მგონია რომ არის და საბოლოო ჯამში ის ტექნოლოგია ისო ადამიანებმა უნდა გამოიყენონ და თუ სწორად გამოიყენებთ თუნდაც იმ მცირე შესაძლებლობებს რაც არის შესაძლებელი არის მაინც საქართველოს პატარა ქვეყანაა და მასობრივი წარმოება ვთქვათ სპეციალისტების არ ჭირდება თუნდაც იგივე რომ ვთქვათ სწორად შევარჩიოთ ჩვენ სტუდენტები და თუ საქართველოში არ აქვს რესურსები გაზრდის გავაგზავნეთ და შემდეგ შევქმნათ მათ პირობები რომ იმუშაონ ეს ერთ-ერთი წყარო არის რაც ვთქვათ მაგალითად ჩინეთმა ძირითადი თავისი პროგრესი მეცნიერებაში ამით გააკეთა რომ ყველა ის სტუდენტები, დოქტორანტები თუ პოსტდოკები რაც გაგზავნილი იყო უცხოეთში დააბრუნა უკან სამუშაო პირობების შექმნით ან მიზნობრივად აგზავნიდა მე მყოლია რამდენიმე სტუდენტი საუკეთესო სტუდენტები შერჩეული ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში არაჩვეულებრივი სტუდენტები თავისი დაფინანსებით ჩამოსული ჩემთან ლაბორატორიაში და შემდეგ უკან ბრუნდებიან და ძალიან წარმატებულად აგრძელებენ თავიანთ სამეცნიერო თუ სამედიცინო მოღვაწეობას ეს ერთ-ერთი გზა არის თქვათ სპეციალისტების მომზადებით და მით უმეტეს საქართველოსთვის რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა ხა ჩინეთს შევედრებით ხო თავისი მასშტაბებით და ზომებით რამდენიმე თქვათ თითოეულ დარჩი რამდენიმე ძლიერი სპეციალისტის მომზადებით და შემდეგ პირობების შექმნით და შენარჩუნებით გაცილებით დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება ვიდრე თქვათ ადგილზე ინფრასტრუქტურის აშენებით. შემდეგ ეს თავისთავად ნელ-ნელა ინფრასტრუქტურას აშენდება, კადრების მოიზიდება და თავარია დავიწყოთ საიდანმე და დაწყება ამ თავარი და ყველაზე რთული და შემდეგ ნელ-ნელა პოლის გუნდის პრინციპით ნელ-ნელა აგორდება და ნელ-ნელა დაალაგდება და აეწყობა ყველაფერი. ჩვენ მე შორს ავარ იმ ილუზიისგან რომ ყველა დარგში და ყველა მიმართულებით ჩვენ შევძლებთ თუნდაც განათლების და თუნდაც მეცნიერების განვითარებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ დავიწყოთ მოვახდენთ იდენტიფიცირება იმ მიმართულების იმ დარგის სადაც არის რესურსები, სადაც არის თუნდაც იგივე ტექნოლოგიური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები რომ განვავითაროთ და ჩაიდოს პრიორიტეტულად ინვესტიცია მოხდეს იმ მიმართულებებში, რაშიც ჩვენ შეგვიძლია ეს უფრო მარტივად და უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად განვავითაროთ და შემდეგ უკვე ნელ-ნელა ეს ლოკომოტივის როლს შეასრულებს და შევძლებთ რომ თქვათ მომიჯნავე თუ სხვა მიმართულებების განვითარებაც მოხდეს. მე ესე წარმომიდგენია სხვანაირად ვერ ხვდები როგორ შეიძლება არის სხვა გზები და მე არ ვიცი მაგრამ მე ეს ერთადერთ ეფექტურ და სწრაფგზად მიმაჩნია მეცნიერების და განათლების განვითარებას. ეთახო ეს მოხდა ჩვენ გამოცდილებაც გვაქვს ხოლმე უნივერსიტეტი რომ ჩამოყალიბდა პირველად საქართველოში ეს ცნობილი ქართული მეცნიერები დაბრუნდნენ და დაიწყეს იგივე პროცესის გამეორება პრინციპში საჭირო რაც მაშინ იყო როდესაც პატრიოტული თვალსაზრისით უმეტეს უფრო პატრიოტული ვიდრე სხვა მოტივაციით ხალხი დაუბრუნდა თავის ქვეყანას და შეიქმნა საკმაოდ სერიოზული სამეცნიერო სკოლა მაშინ საქართველოში. ასევე ის უნდა გაითვალისწინოთ რომ რაც არ იყო მაშინ ესე
მნიშვნელოვანი შეიძლება იყო, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან რთული განსახორციელებელი იყო, რომ ყველა ის ადამიანი თქვენ მე ვინც საზღვარგარეთ დღეს მუშაობ, ჩვენი წრე გვაქვს და ჩვენი კომუნიკაციები გვაქვს და დღეს თქვათ იგივე საქართველოში მუშაობა და სწავლება, თუნდაც იგივე ჩემი მაგალითი რო ავიღოთ, ხო? მე ჩავდივარ, ვასწავლი, ზოგი კურსი კომპიუტერული მაქვს, ზოგი გასწრებითა ვარ და ეს კომუნიკაცია თქვა დავალებებს ვადლებ, ამ დავალებებს ვიღებ შემდეგ უკვე კომპიუტერით, შემდეგ ჩავდივარ პრეზენტაციებს აკეთებენ. დღეს გაცილებით უფრო მარტივია ეს. და არ არის აუცილებელი რომ 100%-ით ყველა ჩამოასახლო ისე დააბრუნო, რეპატრიაცია მოახდინონ საქართველოში იმისთვის რომ მათ ეფექტურად ადგილზე იმუშაონ. და არის ამისი პრეცედენტებიც და საკმაოდ კარგი სქემებიც, რადგანაც შეიძლება ამის განხორციელება. ბევრი მიმართულებით, შეიძლება ყველა მიმართულებით არა, მაგრამ ბევრი მიმართულებით ეს საკმაოდ რეალისტური და განხორციელებადია, თუ ამისი ნება და მომდევნობა იქნება. შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ საქართველოში და შვედეთში თქვენ ორივეგან ერთი კვლევა არის თუ სხვადასხვა განსხვავებული მიზნები? კვლევა არა, მე უბრალოდ უმეტესად ვასწავლი საქართველოში ვიდრე კვლევებს ვატარებ, თუმცა რამდენიმე პროექტი საქართველოშიც განვახორციელებთ, მაგრამ უმეტესად ეს იყო, როდესაც ვთქვათ რაღაცა მასალა მოქონდა, ან სტუდენტები მოყვავდა, კვლევა აქ ხორციელდებოდა, მე ისინი უკან ბრუნდებოდნენ და ასე შემდეგ. ანუ ერთობლივად კეთდებოდა. და ესეც არის ერთ-ერთი რესურსი. სხვათა შორის ერთ-ერთი ინიციატორი ამ იდეის სამწუხაროდ არ ვიცი ახლა რამდენად ფუნქციონირებს რუსთაველის ფონდში, რომ გრანტები გამოყოფილიყო საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი სპეციალისტებისთვის და მათ ეხემძღვანელად სამეცნიერო თემებისთვის ეს ჩემი იდეა იყო ბევრი წლის წინ და მრავალი წლის მანძილზე წარმატებით ხორციელდებოდა ეს პროექტები. სამწუხაროდ ახლა არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა ამ ტიპის დაფინანსება და გრანტები, მაგრამ ესეც ერთ-ერთი გზა არის